ამავე ძალიან მარტივად არის ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში. ივანიშვილი და ევროკავშირის საქართველოს გაწევრიანება ერთმანეთთან არ არის თავსებადი. ამით ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეებს ართმევს მაღალ პენსიას, კარგ ჯანდაცვას, კარგ განათლებას და მაღალ ხელფასებს. ივანიშვილი თავისი ავტორიტარიზმით ვერ იქნება ვერანაირ თავსებადი ევროკავშირის დემოკრატიულ ღირებულებებთან და ამიტომ მის პატარა ბიჭებს გამოიყვანს ხოლმე პერიოდულად და ალაპარაკებს, რომ ევროკავშირის გაწევრიანება საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ. რუსებს ეჩქარებათ, რომ საქართველოს ჩამოშორდეს საერთოდ ევროპულ ორბიტას და გააქრონ პოლიტიკური საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს და მისი ევროინტეგრაციის პროცესი. ამიტომაც ივანიშვილი ხშირად ტესტავს საზოგადოებაში, რამდენად იქნება მიღებული ანტიევროპული და საერთოდ საქართველოსთვის ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებები საზოგადოებისთვის. ანტიკონსტიტუციურია საქართველოს პარლამენტის, ეგრეთ წოდებული პარლამენტის მხრიდან პაპუაშვილის განცხადება ანტიკონსტიტუციურია, როცა ამბობს ის სახელმწიფო მოხელე. როცა ამბობს, რომ საქართველოს შეიძლება საერთოდ არ გაწევრიანდეს ევროკავშირში და ევროკავშირის გაწევრიანება იქნება დარღვევა. პაპუაშვილი, რომელიც დღეს თავკაცად უზის ივანიშვილს საქართველოს პარლამენტში, არღვევს კონსტიტუციას, როცა ამბობს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება იქნება პირიქით დამაზიანებელი. მაშინ როცა პარლამენტი უნდა იყოს მთავარი დამცველი საქართველოს კონსტიტუციის, მაგრამ პაპუაშვილს არ ადარდებს არც კონსტიტუცია, არც ქართველი ხალხი, არც მაღალი პენსია და არც მაღალი ხელფასი ქართველი ხალხისთვის. პაპუაშვილს ადარდებს მხოლოდ ის ივანიშვილს როგორ ასიამონოს და როგორ შეასრულოს სხვა ქვეყნის დავალება. ამ შემთხვევაში რუსეთს, იმიტომ რომ მხოლოდ რუსეთია, რომელსაც არ უნდა საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანება. რუსეთია, რომელსაც არ უნდა ეკონომიკური განვითარება და არ უნდა დემოკრატია და არ უნდა კეთილდღეობა ქართველი ხალხისთვის.